მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი გახლავართ და ჩვენ ტრადიციულად ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რაც დღეს აწუხებს სტკივა ჩვენ საზოგადოებას და კვლავაც ველით თქვენ სატელეფონო ზარებს ეკრანზე ჩანს ნომერი. იმედი მაქვს რომ მიაქტიურებთ და როგორც ყოველთვის მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი იმ თემატიკით. რამდენიმე თემა იქნება დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ იმ თემით, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ეს უკავშირდება სოციალურ სამართლიანობას. ჩვენ პირდაპირ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ აი სოციალური სახელმწიფო ვართ. სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო ვართ. ბევრი რამ წერია ისე კონსტიტუციაში და ის ყველაფერი ისე რომ სრულდებოდეს როგორც წერია, ალბათ გაცილებით კარგად იქნებოდა საქმე, მაგრამ ვართ კი ჩვენ სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო? განა სოციალური სამართლიანობა ნიშნავს აი ესეთ დიდ უფსკულს ერთ ჯგუფსა და დანარჩენ ხალხს შორის. ეს ჯგუფი ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია გადაცემაში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები, ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ჯგუფები უკვე დაფორმირდნენ როგორც ახალი ფეოდალები. და დღეს სხვათა შორის გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მედიით. ესეც ხას უსვამს იმას, რადონის უთანასწორობა პოლიტიკურ სივრცეშიც და ეს ინფორმაცია უკავშირდება იმას, თუ რა სახის შემოწირულობა მიიღო ქართულმა ოცნებამ 2025 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში. იმისათვის, რომ პარტია მიფუნქციონიროს, მოგეხსენებათ, საჭიროა სახსრები და შემოწირულობა ერთ-ერთი ფორმა არის ამისი. და 6 თვის მანძილზე ქართულ ოცნებას მიღებული აქვს 6.600.000 ლარის მოცულობის შემოწირულობა, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით რომ ჯამში ეს არის ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობის 87%, მთელი 87%. დააკვირდით, ჯამში ყველა პარტიამ შემოწირულობის სახით მიიღო 7.592.948 ლარი და აი ამ 7 დაახლოებით 600.000 ლარის 87% მიღებულია ქართულ ოცნებას, ანუ 6-ჯერ მეტი. და საუბარია იმაზე, რომ მთელი რიგი ბიზნეს კომპანიები არიან შემწირველები მართველი პარტიის, შემდეგ ის კომპანიები წარმატებით იგებენ სახელმწიფო ტენდერებს და არის ესე ხელი ხელს ბანს. ეხლა ნახეთ, დააკვირდით, რას გვეუბნებოდა ქართული ოცნება 2012 წელს, როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში 11-12 წლებია ეს და მაშინ ხაზგასმით ამბობდნენ, რომ აუცილებელია იყოს თანაბარი პირობები ყველა პარტიისთვის, იმიტომ რომ როდესაც იბრძოდა ქართული ოცნება სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მას ბევრი ბარიერი ხვდებოდა, აი ახლა რა ბარიერებსაც თვითონ სხვებს უქმნის, თავის დროზე მას ხვდებოდა ასეთი მძიმე ბარიერები სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან და დეკლარაცია შექმნეს საგანგებო და იმ დეკლარაციაში იყო პოლიტიკური თავი, სადაც პირდაპირ საუბრობდა ქართული ოცნება რას განახორციელებს მომავალში. და იქ მთავარი პუნქტი იყო ის, რომ იქნება თავისუფალი და სამართლიანი გარემო ყველა პარტიისთვის და ახლა რა მონაცემებიც მე თქვენ წაგიკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს სამართლიან და თავისუფალ და თანაბარ გარემოს, იმედია, ჩემზე კარგად გასცემთ პასუხს ამ კითხვას, როდესაც ჩაერთვებით ჩვენს პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც სამართლიანობა, არც თანაბარი პირობები, როდესაც მმართველ პარტიას 6-ჯერ მეტი აქვს შემოწირულობა, ვიდრე ჯამში სხვა დანარჩენ ყველა პარტიას. და ეს მიუთითებს და მიანიშნებს იმაზე, რომ არც ბიზნესი არ არის თავისუფალი.
თორემ ბიზნესი რომ არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დაფინანსებაზე და შემოწირულობების გაღებაზე, მაშინ ჩვენი ტიპის პარტიაც 6 მილიონს თუ არა 400,000 ლარს მაინც მიიღებდა. მაგრამ ეს არის საუბარი დავიწყე სოციალური უთანასწორობით, პოლიტიკურ უთანასწორობაზე გადავედი, მაგრამ ისევ პირველს მინდა დავუბრუნდე. უამრავი ადამიანი, რომელიც მე მხვდება ყოველდღიურად თბილისში, თბილის გარეთ, ყველაზე მეტად შეშფოთებულია აი ამ უსამართლობის განცდით და ხალხი პირდაპირ სვამს კითხვას, რატომ აღმოჩნდნენ ჩვენზე, ანუ ხალხზე ჭკვიანები, ქართული ოცნების მინისტრები თუ მინისტრების მოადგილეები, დეპუტატები თუ მათთან დაკავშირებული ბიზნეს კომპანიები და მეტიც აი ეს უსამართლობის განცდა ძალიან ადარდებს, აწუხებს, აშფოთებს ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით დამსახურებულ პედაგოგებს, რომლებმაც აღზარდეს თაობები და რატომღაც დღეს ვერ აღმოჩნდნენ ისეთი წარმატებულები, როგორც ზოგიერთები, რომელთა კომენტარებსაც ვისმენთ, ჩინოვნიკების კომენტარებს, წინა გადაცემაში ვსაუბრობდი ამაზე, 13 წლის მანძილზე მუშაობ სახელმწიფო სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე და რატომ არ უნდა მქონდეს საშუალება, რომ 9 თუ მილიონი დოლარის ღირებულების ბინა შევიძინო. და იგივე კითხვა წარმატებით შეგვიძლია ჩვენც დავსვათ. პედაგოგმა, რომელმაც 45-50 წელი შეალია მომავალი თაობების აღზრდას, რატომ ვერ მოახერხა ანალოგიური დანაზოგი შექმნა. აი ეს არის ეს უსამართლობის განცდა, რაც ჩანს, რომ აწუხებს ჩვენ საზოგადოებას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას აქვს გამოცხადებული რაღაცნაირად ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ თუ გავაანალიზებთ ამ შექმნილ ვითარებას და დავფიქრდებით, როდესაც ეს ფაქტები ხდებოდა, აი როდესაც იძარცვებოდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და მაგალითად არა იმ ფასად, რა ფასადაც უნდა შესყიდულიყო ის ტექნიკა, არამედ 4-ჯერ ძვირად ხდებოდა მისი შეძენა, ეს სამი კაცის ტვინში მოიხარშა და სამმა კაცმა განახორციელა, მხოლოდ დანარჩენი სტრუქტურები სად იყო, აი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოსი სად იყო ასეთ დროს. ანუ მაკონტროლებელ ორგანოებს გულისხმობ. აქ პარლამენტიც შედის თავისთავად, იმიტომ რომ პარლამენტს თავდაცვის და ჯანდაცვის კომიტეტებს მაგალითად აქვთ პირდაპირ პრეროგატივა, რომ აკონტროლონ სამინისტროების საქმიანობა და ეხლა გამოდის, რომ ის მინისტრი იპარავდა, ეს მინისტრის მოადგილე იპარავდა, დეპარტამენტის თავმჯდომარე იპარავდა და ახლა ირკვევა თურმე, რომ ისინი კი იპარავდნენ, მაგრამ ამათ ეძინათ დღეს ვინც კორუფციას ებრძვის. და ჩვენ რა ვიცით, ეხლა იქნებ ეხლაც იპარავენ, ეხლაც ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან, ეხლაც ხდება ამ თანხების გაფლანგვა და ჩვენ რა ვიცით, ხვალდაზე კიდევ რა ფაქტები გამომზეურდება, ხომ სწორია? და სად არის სახელმწიფოს მაკონტროლებელი ფუნქცია? რაში არის ეს ფუნქცია? უკვე შემდეგ რაც მოხდება ეს ყველაფერი და ჩადენილია უკვე დანაშაული და ეს თანხები შეჭმულია, მერე პოსტფაქტუმ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, იმდენად პატარა, რომ ნამდვილად არ აგვაქვს იმისი უფლება ესე ჩავეშვათ კორუფციის მორევში და ბიუჯეტი, რომელიც ისედაც არ არის ეს ბიუჯეტი ისეთი, რომ გაბრწყინდეს საქართველო, ორიენტირებული უნდა იყოს ხალხზე და იმ მიმართულებებზე, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს გრადობას, სიმტკიცეს და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი. და ამ ბიუჯეტიდან ესე დღისით და მზისით აცლა თანხების პირადი კეთილდღეობის მისაღწევად ეს ძალიან მძიმე ტენდენცია და თვითონ ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება იწყებს ამაზე ლაპარაკს,
ერთის მხრივ არის რა თქმა უნდა ისეთი ნიშანი, პოზიტიური ნიშანი, რომ აი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ მეორეს მხრივ თავად შენ სად იყავი მაშინ, როდესაც ეს ფაქტები ხდებოდა? დღეს დაგჭირდა და დღეს დაიწყეს საუბარი? ბევრი შეკითხვა არის საზოგადოებაში, ძალიან ბევრი შეკითხვა იგივე იმ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს გადაცემებში. მუდმივად უსვამთ ხას, მოსიყვარულე ხალხი ვართ, მოსიყვარულე ერი ვართ, მაგრამ ეს მოსიყვარულე ერი და მოსიყვარულე ხალხი რაღაცნაირად თავის სამშობლოში თავს ბედნიერად უნდა გრძნობდეს. და მე ამ გადაცემებით მინდა რომ სწორედ ხალხის სათქმელი გავაჟღერო ხოლმე. ამას წინათ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი შემხვდა, ტაქსის ძღოლი ჩვეულებრივი, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, იურისტია, სხვათა შორის ძალიან მაღალი კლასის იურისტი, გავლილი ქონდა შემდეგ სტაჟირება გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. დაბრუნდა ეს ახალგაზრდა ადამიანი საქართველოში ცოდნით აღჭურვილი და არავის ის არ ჭირდება, გესმით? მთელი ერთი წლის განმავლობაში ვაგზავნიდი ეგრეთ წოდებულ CV-ებს, ჩვენ დროს ავტობიოგრაფია ერქვა ამას. ყველა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სად არ მივედი გასაუბრებაზე, მაგრამ პასუხი ყველა სტრუქტურიდან სამინისტრო იქნებოდა თუ დეპარტამენტი იყო დაგირეკავთ მერე და აღარავინ არ მირეკავდაო. აი ესეთი იმედგაცრუება ძალიან ცუდია რომ არის ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილში, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ აი სწორედ იმ სამართლებრივ სფეროში მოღვაწეობდეს იურისტია და აქვს ცოდნა და კარგი იქნება იმ მიმართულებით იხარჯებოდეს მისი ძალა, ენერგია და პოტენციალი, ტაქსის ძღოლია, იმიტომ რომ გადარჩეს და ფიზიკურად გადაარჩინოს მისი მრავალშვილიანი ოჯახი. და ჩვენ რომ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობდეთ, ამ ახალგაზრდებში არ დარჩებოდა ესეთი განცდა, რომ თუ ქალბატონო ირმაო პატრონი არ ყავს, ამ ქვეყანაში სამსახურს ვერ იშოვიო. აი ეს განცდა არ უნდა რჩებოდეს. კვლავ, რა ვიცი, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდშიც იყო ეს, რომ რაღაცნაირად ბიძგს აძლევდნენ და პატრონიანი ახალგაზრდები უფრო კარგად და ადვილად საქმდებოდნენ, მაგრამ ხომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ უპატრონო, ცოდნენი და განათლებული ახალგაზრდები თავისი ცოდნით იყვნენ დაფასებულნი და არავისი ბიძგი და ჩაწყობა მათ არ ჭირდებოდეთ. იგივენაირი განცდაი, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ამ უთანასწორობაზე და რაღაცნაირ სოციალურ უსამართლობაზე, აქვს ნებისმიერ პენსიონერს და 800,000-ზე მეტია მათი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ბანკში, იღებს ამ პენსიას, მაგრამ პენსიის ნახევარი უნდა გადარიცხოს ისევ იმ ბანკიდან მიღებულ კრედიტში. და ეს ამ კრედიტის პროცენტი კიდე იმ მოცულობის არის, რომ წლების მანძილზე იხდის და ის ძირი რაც არის, არ იფარება. და გამოდის, რომ ჩვენი პენსიონერების აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვეულებრივი ტყვე, ბანკის ჩვეულებრივი ტყვე. და თუ იმ თანხის მოცულობასაც გავიაზრებთ, რასაც პენსიაში ადგენს 350, ნუ რიგ შემთხვევებში 450, მაგრამ მასობრივად 350 ლარი, ეხლა წარმოვიდგინოთ ამ 350 ლარიდან უნდა პროცენტი გადაიხადონ კრედიტის, შემდეგ წამალი აქვთ საყიდელი, არის გადასახადი კომუნალური და საკვები პროდუქტებისთვის პრაქტიკულად არაფერი აღარ რჩება. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო სიამაყით გვეუბნება ხელისუფლება, რომ უნდა გაზარდოს მოსამართლეების ხელფასები, სადღაც 11,000-14,000 ლარის ფარგლებში. მე არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ცუდია, როდესაც სახელმწიფო მოხელეს მაღალი ხელფასი აქვს,
ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაცულია და არ გაექცევა თვალი და ხელი ბიუჯეტისკენ, მაგრამ უნდა იყოს თანაფარდობა და ამას გულისხმობს სწორედ სოციალური სამართლიანობა, რომ როდესაც მოსამართლის ხელფასი 11-14,000 ლარის ფარგლებშია, როდესაც დეპუტატების და კომიტეტის მე იქ თანამდებობრივი კიდე დანამატებია კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი და ასე შემდეგ, მათი ხელფასებიც არის საკმაოდ მოცულობითი, აი ამ ფონზე ან პენსიონერების პენსიის მოცულობაც უნდა იზრდებოდეს, ან რაღაცნაირი ბალანსი უნდა არსებობდეს. და ეს თანაფარდობა, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, სწორედაც რომ სოციალური უთანასწორობის ძალიან მკაფიო და ტრაგიკული მაგალითია. წეგან გადმოვხდი პოლიტიკურ თემატიკაზე, მაგრამ აქაც უთანასწორობის საკითხს შევეხე, იმიტომ რომ გვესმის ჩვენ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არის აზრთა სხვადასხვაობა, ზოგი მონაწილეობს, ზოგი არ მონაწილეობს, მთელი დისკუსია არის ამ თემის ირგვლივ, მაგრამ ამაზე არ მინდა ხა ყურადღების გამახვილება. მინდა გაგახსენოთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა ინიციატივით იმ პარტიების ლიდერებს, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებშიო და გაგათავისუფლებთ მაშინ ციხიდანო. ანუ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ არჩევნებში. და თუ მნიშვნელოვანია ეს, მაშინ პირობებიც ხომ უნდა იყოს თანაბარი და სამართლიანი. ეხლა ფართო აუდიტორიისთვის ეს არ იქნება, ვთქვათ, ძალიან საინტერესო, მაგრამ როდესაც აი ამ სამართლიანობაზე და რაღაც თანაბრობაზე ვლაპარაკობთ, აქ ბევრი ნიუანსია კიდევ. იმისათვის, რომ წარადგინოს პარტიამ სია და 2000-ზე მეტი ადამიანი მაგალითად პატრიოტთა ალიანსს ყავს, რომელიც სიებში იქნება მერე წარმოდგენილი ყველა ოლქში თითქმის, თითოეულ ამ სიის წევრზე გახდება თუ არა ის საკრებულოს წევრი, მნიშვნელობა ამას არ აქვს, პარტიამ ანუ სინამდვილეში პარტიამ უნდა გადაიხადოს 21 ლარი კაცზე სიის წევრზე და ეს არის უფლებამოსილების დათმობის შესახებ ცნობა, რომელიც ჩინა განსაკუთრდა სამინისტროდან უნდა მიიღო და ეხლა გადაითვალეთ ეს 21 ლარი 2000-ზე მეტ ადამიანზე, რა დიდი თანხაა, რომელიც აწვევა, ხო, პარტიას. ეხლა რატო ვამბობ, რომ პარტიას, იმიტომ რომ ჩვენი მაგალითად ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, წევრები, რომლებიც შემდეგ უკვე სიებში იქნებიან წარმოდგენილნი, არ არის ეს მდიდარი ხალხი და მათთვის 21 ლარი ძალიან სერიოზული თანხა არის, განსაკუთრებით სოფლებში, რაიონებში და როდესაც მივმართეთ ჩვენ განცხადებით CSKO-ს, რომელსაც შეუძლია აი ამ არსებული ვითარების შეცვლა და შესაძლოა შეიცვალოს ეს წესი და დადგინდეს განსხვავებული წესი, რომ ვინც შევა საკრებულოში მასევალებოდეს ამ განცხადების წარდგენა, ამაზე უარი მივიღეთ, რომ არა, ამის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. ისე თვითონ როცა უნდათ, გადასარევად ცვლიან კანონებს და საერთოდ არ აკვირდებიან იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ეს ცვლილებები სრულად უკანონოდ, უსამართლოდ განხორციელდა. და აი ესეთ პირობებში თანაც იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესის 99% ერთ პარტიას მართლ პარტიას აფინანსებს, წაბძალით, აბა მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, არის თუ არა ეს მარტივი პროცესი, მაგრამ ჩვენ 2014 წლიდან ვართ რეალურად ასეთ რეჟიმში და პატრიოტთა ალიანსს არც ერთი არჩევნები არ გამოუტოვებია. ჩვენ ეხლაც ვემზადებით, ისაუბრა ამის შესახებ ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ დავით არხანმოურავმა ობიექტივის პირდაპირ ეთერში, მაგრამ ეს საკითხიც იმიტომ წამოვწიე, რომ უსამართლობების კასკადია გარშემო და რაღაცნაირად გრჩება ადამიანს განცდა, რომ თითქოს შვილი კი არ ახარ ამ შენ სამშობლოში. რაღაცნაირ შვილობილებად
გრძნობს ხალხი თავს. როდესაც მიგრაცია ვახსენე, სწორედ აი ამას მინდა ეხლა დაუკავშირო, არაფერი არ არის იმაში, ვთქვათ, განსხვავებული ან გასაკვირი ან გასაოცარი, რომ უცხოელი სტუმრობს ქვეყანას. გავიგეთ, ეს ტურიზმია. ისიც გვესმის, რომ რიგ შემთხვევებში არის მაგალითები, როდესაც უცხოეთის მოქალაქე მკვიდრდება შენს ქვეყანაში და რაღაცა სიკეთეს მატებს შენ სამშობლოს და შენ სახელმწიფოს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ, იმ ლანდშაფტის დარღვევა რომ იტყვიან, ეს ხომ სახეზეა. ჩვენ ვხედავთ უამრავ უცხო ქვეყნის, ძირითადად ეს არის პაკისტანი, ირანი, ინდოეთი, აი ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება საქართველოში და ვხედავთ აქ დამკვიდრებულებს, მაგრამ ეს მათი დამკვიდრების პროცესი ხა კიდევ მინდა რომ გაიაზროთ. ქართული ოცნებაც ლაპარაკობს ამას, რომ ჩვენ ახლა მიგრაციასთან დაკავშირებით მივიღეთ მთელი რიგი შეზღუდვები, ვაკონტროლებთ ამ პროცესს. ეს რიტორიკა არის, გარეთ რაც ხდება, ეს არის მთავარი და ეს არის თვალსაჩინო და თვალშისაცემი. იმიტომ რომ ქართველი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ახალგაზრდა კაცი ძალიან ბევრი მხვდება უკვე, რომელიც რომელსაც უარს ეუბნებიან ან ტაქსის ძღოლა დასაქმებაზე, ან იმ გლოვოა თუ სხვა სამსახურებში დასაქმებაზე, გაცილებით იაფი ხელი არის მათთვის პაკისტანელი მუშახელი თუ ირანიდან ჩამოსული ადამიანები და საქართველოს მოქალაქე თავის ქვეყანაში ისევ ჩაგრულია, ისევ შვილობილია, ისევ განცდა აქ იმის, რომ იჩაგრება და ვერ ხარობს. აი თავარი რაც არის, სწორედ უკავშირდება აი ამ საერთო ეროვნულ უსიხარულობას მე ვიტყოდი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, წაბრძანდეთ, სადაც არ უნდა იმოგზაუროთ, საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ჩახვიდეთ, აი ეს სევდიანობა, ეს ღრუბელი შუბლზე, ეს რაღაცნაირი დამძიმებული განწყობა შესამჩნევია. და სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი, ძალიან ლაღი ერი, რომელსაც ემღერება, სულ ხალისიან განწყობაზე ყოფნა უხდება. მაგრამ ვერ არის ეს ხალხი ხალისიან განწყობაზე, ჩვენი ხალხი ვერ არის, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში, ვთქვი, გადაცემის დასაწყისში იბრძვის გადარჩენისთვის, ფიზიკური გადარჩენისთვის. ახალგაზრდა კაცი ვახსენე, ტაქსის ძღოლი, იურისტი პროფესიით, რომელმაც ვერსად ვერ იშოვა სამსახური, რას მეუბნება გუშინ? აი მთელი ჩემი შემოსავალი, რასაც მე თავს ვუყრი, ხმარდება საკვები პროდუქტების და კომუნალური გადასახადების გადახდას. და აი ესე გაკეთა, არაფერი ტანსაცმელი ჩემი ოჯახის წევრებს არ გვიყიდია დიდი ხანიაო, ჩემს მშობლებს, ჩემს მეუღლეს მე. აი ეს არის, აი უსიხარულობა მეთქი, რომ თქვი რაღაცნაირად ამას უკავშირდება ამ ყველაფერს და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ამ დღეებშიც გავრცელდა ინფორმაცია იმ წარმატებული ქართული ოცნების წარმატებული მინისტრების თუ დეპუტატების თუ მასთან დაახლოებული პირების შესახებ, რომლებსაც უძრავ-მოძრავი ქონება მარტო საქართველოში კი არა აქვთ, იმ ევროპაში აქვთ, რომლის ვიზა ლიბერალიზაციაზეც გვეუბნებიან, რომ მერე რა გაგვიუქმონ, არაფერია. და როგორი ისეთი საკითხია, ნახეთ, რაღაცნაირად ტყუილის პროპაგანდაზე რომ ვლაპარაკობთ ხოლმე, ესეც ნაწილია ამ ტყუილის პროპაგანდის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია კავშირშიაო ჩვენი სუვერენიტეტის დაცვასთან. ანუ თუ გაგვიუქმებენ, აი საპირწონეთ დებენ
სუვერენიტეტს ჩვენი სახელმწიფოსი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს და თავად ეს ხალხი თავის დროზე სწორედ ამ ვიზა ლიბერალიზაციის მთავარი პროპაგანდისტი იყო და პირდაპირ ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ მათი წვლილია სერიოზული ამ საქმეში, რომ ეს მოიტანს სიკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის და ეხლა დღეს თურმე არაფერი. და მეტიც ამბობენ, რომ ამ ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს არანაირ ზიანს არ მიიღებს და ჩვენ ვეცნობით ეკონომისტების სხვადასხვა დასკვნებს ჩანს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია დაარტყავს ჩვენს ეკონომიკასაც დაარტყავს ჩვენს ოჯახებს და ძალიან დიდი ნაწილი ემიგრაციისა, რომელიც ფულად იგზავნილები უზარმაზარია ევროპული სახელმწიფოებიდან საქართველოში, ხო? აი მათ ამ ოჯახებს დაარტყავს სინამდვილეში და შენ რომ არ გარტყამს ხელისუფალს, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება შენ ხალხს არ შეეხება და მათ პრობლემებს არ გაზრდის და არ დაამძიმებს. ხომ არ შეიძლება სამყაროს უყურებდეთ აი ესე ეგოისტურად, რომ თუ მე არ მეხება, თუ მე არ შემიშლის ხელს არაფერში, ესე იგი თქვენც არ შეგიშლით. არ არის ესე. ნამდვილად არ არის ასე, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სწორედ ევროპულ სახელმწიფოებში ან ცხოვრობს და მუშაობს, ან სწავლობს, ან მიბმულია პროფესიულად და იქ რაღაცნაირ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში იღებს მონაწილეობას, ან ეკონომიკურად არის დაკავშირებული და რაღაცა მცირე ბიზნესი აქვს და ამითი მისი ოჯახი სულს ითქვამს და აი ამ ყველაფერზე გეუბნებია, რომ აირჩიე ახლა ეს გინდა თუ სუვერენიტეტის დაცვა და არავით არის კავშირი ამას ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება სუვერენიტეტის დაცვასთან ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეექმნება ესეთი პრობლემა, ეს მაშინ იმავე ლოგიკით გამოდის, რომ ეს უფრო დიდი პრობლემა არის შენი სუვერენიტეტისთვის, ხო? იმიტომ რომ შენი მოქალაქეების კეთილდღეობას ეხება. ეხლა როდესაც აი ამ ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, პერიოდულად სულ გაწვდით ინფორმაციას, ეხლა სხვა თემაზე გადავალ სოფლის მეურნეობის საკითხზე, გაწვდით ინფორმაციას რა შემოდის საქართველოში, რა პროდუქტები შემოდის. ნიორი არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამის ყველაფერი ძალიან დიდი არის მოცულობა, რომელიც შემოდის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ძირითადად თურქეთი, ირანი, ეს სახელმწიფოებია, მაგრამ ამ დილით, როდესაც ვკითხულობდი ახალ მონაცემს, ლეღვიც კი წარმოიდგინეთ, ლეღვიც კი შემოდის უცხოეთიდან. მთელი, ესე იგი 63% არის, რომელიც თურქეთიდან შემოდის და ავღანეთიდანაც კი მოგვაქვს ლეღვი. ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაში, საქართველოში, სადაც პირდაპირ მხარდაჭერილი უნდა იყოს ჩვენი ადგილობრივი წარმოება და იქნება ეს ხილი თუ ბოსტნეული ხარისხიანი პროდუქციის შექმნა, დახმარება გლეხების, ფერმერების. აი ამ ფონზე ეს არის მხოლოდ რიტორიკა და 30 წელია მესმის ის, რომ ეხმარებიან სოფლის მეურნეობის სექტორს. და ეს დახმარება სად მიდის? ჯიბეში ძირითადად. ყველა ხელისუფლებების დროს ასე ხდებოდა, თორემ მთელი ის სახსრები, რაც ამ 30 წლის მანძილზე გაცხადებულად მიდიოდა თითქოს და სოფლის მეურნეობის სისტემაში, ეს ააყვავებდა არა მარტო სოფლის მეურნეობას, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ აბა მერე ჯიბეში რა წავიდეს, იქ რო წასულიყო ყველაფერი. და ფასი ნახეთ ახლა ლეღვის ფასი 21 ლარიდან 37 ლარამდე და უბნების სუპერმარკეტებში რო იყიდებაო, სადღაც 1 ცალი 50 თეთრიდან 1 ლარი და 10 თეთრი, 1 ლარი 20 თეთრი. 1 ცალი ლეღვი ხალხო. და
ჩვენ ის უნდა გვჭირდებოდეს, რომ ესეთ ქვეყანას ესეთი მდიდარი ნიადაგი გვაქვს, ესეთი ბუნება გვაქვს, ესეთი პირობები გვაქვს ღვთითბოძებული, ლეღვი, ატამი, ქლიავი, ვაშლი, ნიორი შემოგქონდეს თურქეთიდან და ირანიდან. რამდენჯერ ვთქვით ჩვენ, აი, როდესაც ზოგიერთი ტელემაყურებელი გვირეკავს ხოლმე და აი რაღაც პრობლემაზე რო საუბრობთ, თქვენ რატო არ აყოლებთ იმას, გამოსავალი რაშია. ბევრჯერ ვთქვით ჩვენ და საარჩევნო პროგრამის ნაწილიც იყო ჩვენი სუბსიდირების მოცულობით უნდა დაიბეგროს ეს პროდუქცია, რაც შემოდის საქართველოში, იმიტომ რომ იქნება ირანი, იქნება თურქეთი, ეწევა სუბსიდირებას, აი მათი პროდუქციის და სუბსიდირებული შემოდის მერე საქართველოში მათი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ჩვენ უნდა დავბეგროთ იმ სუბსიდირების მოცულობით და მაშინ ქართული პროდუქტი რაღაცნაირად თავს წამოწევს ქართულ ბაზარზე. მაგრამ აქ კიდევ სხვა პრობლემა არის. გასაღების პრობლემა, ბაზრის პრობლემა და ქსელური მარკეტები. მთელი მაფიოზური სისტემაა, მეგობრებო. მქონდა მე შეხება ამასთან დავინტერესდი და შევისწავლე დეტალურად ეს საკითხი და იმისათვის, რომ იგივე ეს ქართული ლეღვი ქართველმა ფერმერმა შეიტანოს ქსელურ სუპერმარკეტებში ისეთი დიდი ბარიერები, აი პირდაპირ არის კორუფციული სქემები. ჯერ უნდა გადაიხადოს რაღაცა მაღაზიაში შეტანის გადასახადი. მერე უნდა გადაიხადოს რაღაცა кэшბექი. მერე უნდა გადაიხადოს რაღაც მაღაზიამაც უნდა დაადოს იმას ფასი და მაღაზიაც რო ფასადებს, ლეღვი რომელიც ფერმერს 1 ლარი დაუჯდა, ეს მაღაზია 5 ლარად ყიდის მერე იმას და არაფერში 4 ლარ მოგებას იღებს. მარტო იმიტომ რომ თქვენი ლეღვი დადო თავის დახლზე. და ეს ქსელები ერთმანეთში შეკრული ქსელები მთლიანად არის სისტემა, მახინჯის სისტემა, რომელიც პირველ რიგში აზიანებს და ურტყამს ქართული წარმოების პროდუქციას, ქართულ ბიზნესს. და აქაც არის რაღაცნაირი უსამართლობა, იმიტომ რომ დღევანდელი გადაცემა გამოვიდა, რომ უსამართლობის თემაზე აეწყო. უსამართლობა, იმიტომ რომ ქსელური მარკეტები თავიანთი რაღაცა მაფიოზური სქემები აქვთ მოფიქრებული, თვითონვე ესა თუ ის ქსელური მარკეტი აწარმოებს კარაქსაც, ყველსაც, ლეღვით თვითონ მოყავს, ყველაფერი თვითონ უნდა. ის კი არა მარტო რომ ქსელური მარკეტი აქვს, კიდე პროდუქციის წარმოებელიც არის და თავისი პროდუქციით გაჭედა ის მაღაზიათა ქსელი, კიდე ვინც მის ინტერესში შედის, იმისი პროდუქცია დადო და დანარჩენისთვის დაბლოკა ყველაფერი და აუცილებელი არის ჩემი აზრით, რომ აი ეს სქემა, ეხა ხო კორუფციის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა აქვს ქართულ ოცნებას გამოცხადებული და აი ამ ქსელური მარკეტების საქმიანობის თემა, ეს არის აუცილებლად შესასწავლის საკითხი და ეს არის სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას, იმიტომ რომ არაფერი არ რჩება ამ ჩვენ ფერმერს გარდა ბაზრისა, სადაც მიდიან და იყიდიან, ისიც ვერ წვდება მათი პროდუქციის რაოდენობას და აგერ ჩვენ ვნახეთ ფაქტები, როგორ გადაყარეს ატამი, სხვა დროს როგორ გადაყარეს ვაშლი და ეს ძალიან დიდი ტრაგედია და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის საჭირო აი ამ პროცესში და დარეგულირება ამისი. კი არსებობს რაღაც კონკურენციის სააგენტო, რომელიც ამას ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ სინამდვილეში არაფერსაც არ აკეთებს ეს კონკურენციის სააგენტო და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ქართული წარმოების პროდუქციის მხარდაჭერა. მხარდაჭერა უნდა გახსნილი იყოს ჩვენი ადგილობრივი წარმოებისთვის ქსელური მარკეტების სისტემაც, გახსნილი უნდა იყოს გასაღების ბაზრების მოძიებაშიც უნდა ეხმარებოდეს რაღაცნაირად სახელმწიფო და მაშინ აღარ გადაიყრება ეს ატამი. ახლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ხილის და
ბოსტნეულის ქვეყანა საქართველო და სხვათა შორის არ არის ეს ჩვენი ხილი და ბოსტნეული ქიმიკატებით გაჯერებული და შემოდის უხარისხო რაღაცა შხამით გაფერადებული თუ მოყვანილი პროდუქცია და იწამლება ეს ჩვენიერი ხალხო ამიტომ არის ამდენი დაავადება მოზრდილებში, ბავშვებში, ხედავთ ჩვენ სოციალური ქსელი წალეკილი აქვს აი ესეთ ინფორმაციას განსაკუთრებით ონკოპაციენტების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ამ პატარა ერს ეს საკვები პროდუქტები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჯანსაღი კვება და საკვები პროდუქტები, რაც განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას თუ დაავადებას. და ერის დიდი ნაწილი დაავადდა. იქ რო გაუცდებიან თურქი ექიმები, რა ხდება თქვენს ქვეყანაშიო. ხო წარმოგიდგენიათ რა მასშტაბზე არის ლაპარაკი. დაწყებული 3 წლიდან 80 წლამდე ასაკის მოსახლეობა ყველა არის რაღაცით ამ ონკოდაავადებებით დაავადებული. ამიტომ სასურსათო უსაფრთხოება არსებობს ასეთი ტერმინი და ასეთი ცნება. უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ ნიშნავს მარტო კლასიკური გაგებით უსაფრთხოების დაცვას. სასურსათო უსაფრთხოება ეს არის აი დიდი უსაფრთხოების ნაწილი. და განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ამას, იმიტომ რომ შემდეგ ეს ჩვენი გენოფონდის მდგომარეობაზე აისახება ეს ყველაფერი. საქართველო მთავარი სატკივარია ჩვენი, მთავარი სადარდებელია ჩვენი. საქართველო როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ლამაზი, დიდარი რესურსების ქვეყანაა სინამდვილეში. ჩვენ სამწუხაროდ რაღაცნაირად არ მოგვეცა საშუალება რომ ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხალხი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობდა ხალხის კეთილდღეობას და ნაკლებ ყურადღებას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს რომ ასე ყოფილიყო, ბევრად წინ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა დაწინაურებული ეკონომიკური თვალსაზრისითაც, სოციალური თვალსაზრისითაც და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ მდგომარეობა არ არის სახარბიელო, რბილად რომ ვთქვათ, არ არის სახარბიელო და ეს აისახება ჩვენს აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აისახება ჩვენს განწყობაზე, აისახება, ეხლა წარმოიდგინეთ ცხოვრობს ერი და ჩვენ ხო რაღაცა მიზნები უნდა გვქონდეს, რა არის ჩვენი ერის მიზანი. ამ მიზნებს უნდა სახავდეს სახელმწიფო, ხო ხელისუფლება უნდა სახავდეს და ამ მიზნისკენ უნდა აერთიანებდეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და დღეს ერთ მიზანს გვეუბნებიან მარტო, რომ მე უნდა გადავრჩე. მე ვარ ყველაზე კარგი ქართული ოცნება, მე უნდა შევინარჩუნო ძალაუფლება, ეს არის გაცხადებული მიზანი ქართული ოცნების და თქვენ ყველა დანარჩენები უნდა იყოთ ამ პროცესის მონაწილეები და მხარდამჭერები. იმიტომ რომ თუ მხარდამჭერი არ იქნები, მობილიზებული ყავთ ჯგუფები, კაცო, სააკაშვილის რეჟიმის მეთოდოლოგია ცუდად კი არ აითვისეს ამათმა, გადასარევად აითვისეს. განსხვავებული აზრი, კრიტიკული შეხედულებები, უმალახქმულია, ლიბერალი გახდით. იმ ბანაკში გადახვედით, ნაცი გახდით და აი ამ ორგანიზებული კამპანიით ქართული ოცნება სამწუხაროდ ცდილობს ჩაახშოს განსხვავებული აზრი. დააბრკოლოს ადამიანები ისაუბრონ თავისუფლად და რაღაცნაირად შექმნა სიტუაცია, როდესაც გაჩუმდება კაცი, აღარ გამოხატავს თავის აზრს
და ყველა იმითია შეძრწუნებული რომ იტყვიან რამე რო დავწერო მე ამას რა მოყვება ეს ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს რომ არ მოგწონდა ამაზე სტუდენტები ვიყავით მაშინ და ღიად ვსაუბრობდით ჩვენ და რაღაცა ხომ უნდა შეიცვალოს შეიძლება რომ ამდენი წლის მერე 21 საუკუნეში ვართ ახლა ჩვენ და კიდევ აზრის დაფიქსირების პრობლემა იყოს ქვეყანაში ჯანსაღი აზრის განსაკუთრებით იმიტომ რომ ზოგჯერ იქნება ხოლმე ვითარება რომ კაცი ჯანსაღ აზრს რომ გამოხატავს რაღაცა ის ცოტა სულელურად ჩანს ხოლმე უკვე ამდენ სისულელეში ის ჯანსაღი აზრი და ეს ცუდია რომ ორგანიზებული ჯგუფები აკეთებენ ამას და ვინ ამბობს თანაც ვინ იტყვის მერე რომ ლიბერალი გახდით და ნაცების მხარეს იჭერთ ანუ სულ უნდა გაჩუნდე ეს დადუნდე და მაშინ იქნები თურმე მოსაწონი ამ პოლიტიკოსი ან ექსპერტი ან ჟურნალისტი და ან კიდე არ ვიცი ჩვენი თანამოქალაქე ან ხოტბა უნდა შეასხა ქართულ ოცნებას ძალიან არასწორი გაგება არის საერთოდ ოპოზიციის არასწორი აღქმა არის რას უნდა აკეთებდეს ოპოზიცია და როგორ უნდა უბიძგებდეს ხელისუფლებას რაღაცა ცვლილებებისკენ, რაღაცა სასიკეთო საქმეებისკენ, იმ ცვლილებებისკენაც ხალხისთვის სიკეთის მომტანია. და მიზნებზე, როდესაც ვსაუბრობ, რომ აი ჩვენი ერის მიზანი რა არის, მაგალითად დემოგრაფიის საკითხი, ვიცით ჩვენ რომ მეტი არის გარდაცვლილთა რაოდენობა შობადობასთან შედარებით და ეს არის სიმპტომი ერის რაღაცნაირი კვდომისა დემოგრაფების ენაზე რომ ვთქვათ და აი ამ გაცხადებულ მიზნებში პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის საკითხია და ამაზე მე საერთოდ აღარ მესმის რომ ვინმე რამეს ამბობს მაშინაც ხო არაფერს არ ამბობდნენ, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით იმისათვის, რომ რაღაცა ხიდები, ჩატეხილი ხიდები აღდგენა დაწყებული იყო სოხუმსა და ცხინვალს შორის და ზურგში დანაზგვირტყამდნენ. და ეხლა ხო საერთოდ აღარ ისმის ეს. და ამ გაცხადებულ მიზნებში არ არის ეს დემოგრაფიის საკითხი, რომ იყოს რაღაცნაირად ხარდაჭერილი ახალგაზრდა ოჯახები მაგალითად. და ბინადრობის საკითხი არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ვხედავთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოხდა გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილებისა და სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა ხელისუფლება სხვას ამბობდა დევნილები სხვას ამბობდნენ ნახეთ რაც მოხდა ჯერ ერთი სურო ქვეყანა ინგრეოდეს ჩვენ თუ საკუთარ თავს ვცემთ პატივს და ისეთი სახელმწიფო ვართ არც ერთ ბავშვს ღამე გარეთ არ უნდა გავათენებინოთ რა კადრებით ჩვენ ვიხილეთ რომ დევნილთა ამ შვილებს ღამე ეძინათ ქუჩაში გამოყრილ სავარძლებზე თუ ტახტებზე ეს ხო სახელმწიფოს ღირსების საკითხია ეს ბავშვები ჩვენი მომავალი თაობა თუ აი ეს თაობა ესეთი გაბოროტებული გაბრაზებული შენგან აგრესიულ გარემოში გაიზრდება ფიქრობთ ჩვენ იმაზე, მერე რომ ხელისუფლებაში მოვლენ ესენი. თვითონ რას დამართებენ ამ ქვეყანას? აი ესეთი გაბოროტებულ, გაბრაზებულ, დაჩაგრული თაობა რომ მოვა ხვალდაზე ხელისუფლებაში. ეს საფიქრალია, ეს დღესვე არის საფიქრალი და მე მესმის რომ არ მესმის უფრო სწორად, იმიტომ რომ არ ყოფილვარ არასდროს ხელისუფლებაში და მართველი ძალა არ ყოფილვარ, მაგრამ ვხედავ რომ ხშირ შემთხვევაში მართველი ძალა სულ ისეთ პოლიტიკას ახორციელებს ხოლმე რომ მე ვარ მართალი, მე სულ უნდა ვიყო და ეხლაც აი ტონალობა როგორია, ბოდიში მოგვიხადონ და გავათავისუფლებთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გამოუშვებთ ციხიდან, კაცო თუ მარტო ეს პირობა იყო საჭირო რომ ამ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და კიდე სხვა დანარჩენებს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და გარეთ უშვებდით აბა რაღაც იჭერდით
თეატრულ ოკეანის კომისიაზე არ მისვლის გამო. თუ იმიტომ დაიჭირეთ, რომ მე დაგეშანტაჟებინათ ეს ხალხი და ეხა დაპატიმრებული ხარ და გამოგიშვებთ თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთო და ისედაც იმ დაპატიმრებულთაგან ორი პარტია მონაწილეობს ამ არჩევნებში. აი რაღაცნაირი ისეთი შეუსაბამობებია ხოლმე, ისეთი აბსურდული განცხადებები, აბსურდული ქმედებები. ვეძებთ ხოლმე ლოგიკას, აი რატომ აკეთებენ ამას, რატომ ხდება ეს და ვერ იპოვით ლოგიკას. ისეთი რაღაცები ხდება ხოლმე, რომ ამისი ადეკვატური ახსნა ზოგჯერ არის შეუძლებელი. მე წეღან საუბრობდი იმაზე, რომ მომავალი თაობა, რომელიც აი ესე გამოაგდე ქუჩაში, პოლიცია მივიდა, ყვირილი წემა, ტყეპა, დედამანქანაში ჩააგდეთ, მამას იქით ხელიკარით, პოლიციაზე ვლაპარაკობ ეხლა ამ შემთხვევაში. გამოაგდეთ ესენი, გამოყარეთ, ბავშვებმა ღამე გარეთ ამას რომ ბავშვი უყურებს, პატარა ბავშვი. ის როგორ შეიძლება აღიზარდოს მერე რაღაცნაირი სიკეთით და სიყვარულით გამსჭვალული, ხო? და ეხლა რომ ეს ამდენი პროცესი მიდის ამ ახალგაზრდა აქტივისტების შეიყვანენ, გამოიყვანენ, შეიყვანენ, დავიჯეროთ კაცო, ეს 8 თვე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაამთავროთ და გამოუშვათ ეს ხალხი და დაამთავრდეს, გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება მეტნაკლებად მშვიდ გარემოში. და აი ესეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, რომ მე ვარ ყველაფერში მართალი, მე უნდა მომიხადოთ ბოდიში, უნდა მოინანიოთ, უნდა ესე გააკეთოთ. ეს არ მიგვიყვანს ჩვენ სიკეთემდე. არც ერთი ხელისუფლებისთვის აი ასეთ გონორს, ასეთ ტონალობას არ მოუტანია სიკეთე და არც ამ ხელისუფლებას არ მოუტანს სიკეთეს. და ეხა ჩვენ ვიცით, არის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესი საბოლოო დასკვნა უნდა გამოცხადდეს 1 აგვისტოს. ჩვენ ამ თემაზეც ვისაუბრეთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში და თავად ის პოლიციელი, რომელიც აი მთავარი ხარი არის ამ საქმეში. აი ხვალ უნდა მივიდეს იმ პროცესზე, ამ საბოლოო დასკვნის გამოცხადებამდე და უნდა პირდაპირ მოსამართლის და მედიის თვალწინ თანდასწრების თქვას, რომ მე ვარ ქართველი მამაკაცი პირველ რიგში, მე ვარ პოლიციელი და საკმარისია ეს 7 თვე თუ 8 თვე, რაც გაატარა მზია ამაღლობელმა საპატიმროში და გამოუშვით გარეთ. აი ეს ქართული საქციელი, ქართული აზროვნება, ქართული სულისკვეთება არ უნდა დაიკარგოს ჩვენში, გაცო, იქნება პოლიციელი თუ იქნება ჟურნალისტი თუ იქნება დეპუტატი. აი ეს რომ გამქრალი იყო, ეს რომ დაზიანებული იყო, ეს რომ ჩაეკლათ ჩვენთვის, ამაზე მიდიოდა მუშაობა, ხო, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, აი ეს იყო მთავარი, რომ გაეხრწნათ ის რაღაცა ქართულის, მამაპაპურის, ლაზათიანი, რაც ამშვენებს ჩვენ ერს. და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ აი ეს გადაუარეს ქართველი კაცის ღირსებას, შეეხნენ ესე პირდაპირ და გაქელეს. კაცის, ქალის, ბავშვის, რა ვიცი, ყველასი. და დღეს განა რა ხდება? რა არის ბოლოს და ბოლოს, როგორც კაც, ხო შეუძლია როგორც მამაკაცა ესეთი ძალიან ადვილი რამ გააკეთოს სინამდვილეში. და არ ამგონია რომ ეს ერთი მზია ამაღლობელი რაღაცა უდიდესი საფრთხე იყოს ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოსთვის და ამას ესმება დღეს ხაზი. თითქოს ეს ერთი ჟურნალისტი არის უდიდესი რაღაცა საფრთხე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. არ გვინდა ესა ჩვენ. არ მოაქვს ამას სიკეთე. 7 თვე, 8 თვე საკმარისი ვადა არის იმისათვის, რომ იგივე ის ახალგაზრდა აქტივისტები გამოვიდნენ გარეთ. თუ მუდმივად ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ვიცხოვრებთ აი ესეთ აგრესიულ რეჟიმში და ვიქნებით ესეთი კატეგორიულები, რომ არა მე ვარ მართალი, მძიმე შედეგების მე სხვას ვერაფერს მოვიმკით. მე მახსოვს ერთხელ პატრიარქმა ბრძანა ასეთი რამ თქვა, რომ ხშირად უსმენ ხოლმეო სხვადასხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც საჯარო სივრცეში გამოდიანო და ყველას მინდა მოუწოდო
თავი შეიკავეთ რაღაცნაირად კატეგორიული აზროვნებისგანო და კატეგორიული ქმედებებისგანო, რომ მხოლოდ მე ვარ მართალი, მხოლოდ მე ვდგამსწორ ნაბიჯებს და ასე შემდეგ. აი ეს კატეგორიულობა არ მოიტანს არანაირ კეთილნაყოფს. და ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მივიდეთ იმ ვითარებამდე, როდესაც რაღაცნაირად ჩაქრება ეს კერები, აგრესიის კერები. რა არის ოპოზიციის ფუნქცია? ამას წინათ ერთი ჩვენი ტელემაყურებელი რეკავდა ეთერში და რა არის ოპოზიციის ფუნქცია და რაღაცა უკეთესი შეთავაზება, ვიდრე ვთქვათ ხელისუფლება აკეთებს და დგამს რაღაცა ნაბიჯს. თანამუშაკობა ხელისუფლებასთან ერთად, სხვა ვთქვათ იგივე ეროვნული ფლანგის სხვა პარტიებთან ერთად. მაგრამ ამ თანამუშაკობის საშუალებას აქ არავინ არ იძლევა. ისეთი ეგოიზმი არის ჩადგმული ქართულ პოლიტიკაში. და გაცხადებულ მიზნებზე რომ ვლაპარაკობდი, რომ ერს უნდა კონდეს მიზანი და ხელისუფლება ამ მიზნებს უნდა სახავდეს და შემდეგ ჩართული ვიყოთ ყველა ამ მიზნების განხორციელებაში, აი იდეალური საქართველო და მართვა ჩემთვის ესეთია, რომ დიდი და პატარა ვიყოთ რაღაცნაირად გაერთიანებულნი და ჩართული ქვეყნის მშენებლობის პროცესში და დღეს ხელისუფლება გეუბნება, რომ აგერ ამას გაცხადებული მიზანი. მე უნდა ვიყო 2850 წლამდე ხელისუფლებაში. და შენ კიდე და მთელი შენი შთამომავლობა უნდა იყოს ჩემი მსახური და უნდა იზრუნო თქვენ ჩემ კეთილდღეობაზე და ხელისუფლებაში დარჩენაზე. და თუ ასე არ ფიქრობ, აგერ მოგისავენ და რა ვიცი რაც არ გამოგაცხადებენ. ენა როგორ უბრუნდება ზოგიერთს, რომ რაღაცა ელემენტარულ კრიტიკაზე მობრუნდეს და ან ლიბერალი დაუძახოს ოპონენტს და ან ნაცი. ნაცებით არის გადაჭედილი ქართული ოცნება, 80% ნაციონალური მოძრაობის ხალხი არის შედგმული დღეს ქართულ ოცნებაში და მებრძოლი ადამიანები გარიყეს, განდევნეს და ზოგი დაიხოცა კიდეც ამასობაში. რაღაცა უკეთესის მოლოდინში. და ეს უკეთესი გაირკვა, რომ მხოლოდ ქართულმა ოცნებამ მიიღო საკუთარი თავისთვის და არავინ სხვა დანარჩენმა. და სამწუხარო არის, ძალიან სამწუხარო, იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს დაუფასებლობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე. და უმადურობა, დაუფასებლობა, ურთიერთუპატივცემულობა. მე ბევრი ადამიანი მახსენდება, რომელიც იბრძოდა სიმართლისთვის სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და ყოველთვის თითოეულ მათგანს დიდი პატივისცემით ვიხსენიებ, ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ ესენი მებრძოლი ადამიანები იყვნენ, მათ ღვაწლს ვაფასებ და ვუფრთხილდები მათთან ურთიერთობას. და არასდროს არ მავიწყდება ვინ სად როგორ წარმოაჩინა მისი თავი. და ეს ხელისუფლება არავის არ აფასებს. და ამ ხელისუფლებას რაღაცნაირად არ აქვს ეს განცდა, რომ მარტო მე კი არა. აგერ არის გარშემო ხალხი, ვინც ამ ქვეყნისთვის იღწოდა და სიკეთეც მოუტანა. და დიდი წვლილი შეიტანა მთელ რიგ პროცესებში. და ოპოზიციის ფუნქციაზე როცა ვლაპარაკობთ ჩვენ და რევოლუციური სცენარები, ვიღაცაები გადატრიალებას გვიწყობენ, ჩამოგდებას გვიწყობენ. ჩვენ მაგალითად პატრიოტ ალიანსი არავის არც გადატრიალებას უწყობთ, არც რევოლუციას და არც არავის ჩამოგდებაზე არ ვლაპარაკობთ და მე გადასარევად მესმის, რომ ამათი აი ეს პროცესი რო დაიწყოს, ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესი, არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ ჩემნაირი ადამიანისთვისაც პირველ რიგში. და ამ ვითარებაში პატრიოტ ალიანსი რამდენიმე ინიციატივას და აი ეს არის ოპოზიციის ფუნქცია, სამშვიდობო, მშვიდობიან ინიციატივას სთავაზობს ხელისუფლებას, ეუბნება აი ესე გააკეთე, არ გინდა საკმარისია ეს 8 თვე ამ ახალგაზრდა აქტივისტებისთვის გამოუში, შენ ჩაგეწერება ის პოზიტიური ქულა.
რა გონია ქართულ ოცნებას? ეხა ხმას რომ არიღებს ხალხი თბილისში აბსოლუტურ უმრავლესობას თბილისელებისა არ მოწონს აი ესეთი ამ აქტივისტების შეყვანა, შემოყვანა, გასამართლება 4 წელი მიუსაჯეს, 7 წელი მიუსაჯეს, ეს ნამდვილ ნაღდ თბილისს არ მოწონს. და არც სხვა ქალაქებს არ მოწონს. საქართველოს რო გითხრათ, რომ სიამოვნებთ და უხარიათ, რომ რა კარგია, რომ ციხეში უშვებენ ამ ახალგაზრდებს, თუნდაც რაღაცა შეეშალა. თუნდაც იქ იყო რაღაცა ნიუანსები ისეთი, რომ არ მოგწონს. მაგრამ საკმარისია რა ის ვადა, რაც გაატარეს მათ საპატიმროში. მეორე ინიციატივა იყო ასევე პოზიტიური გამოკითხვის თაობაზე და თვითონ გორბის დაუკვეთეს ქართული ოცნების კვლევითი ორგანიზაცია და 2300 კაცი გამოიკითხეს და კიდე იქ არ ვიცი რა რაღაცა სრული აბსურდი იმ კვლევების შედეგებს რო გადახედოთ და არანაირი კვლევა სინამდვილეში ეს არ არის. ძვირფასო მეგობრებო, პატივისცემით მინდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, ნახვამდის.